შორეული დარტყმა და ძალიან სახიფათო კოხრეიძეს შორეული დარტყმა ვნახე და მცირე მანძილით დასდა ბურთი კარს, აი პირველივე წუთზე შეუტია ტორპედომ. სახიფათო ჩაწოდება დარტყმა და 1-0 ქუთაისელებმა გახსნეს. კომნენ ანდრიჩი გატანილი გოლის ავტორი, პირველი სადებიუტო გოლი სერბი ფეხბურთელის ტორპედოს მაისურით. კომნენ ანდრიჩი პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში 30 წლის სერბი ფეხბურთელისთვის და პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში, რა თქმა უნდა. ხო, ბიორნიოსზე სერიოზული კონკურენტი ყავს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი კარიერა, მათი ერთად თამაშის შესაძლებელი იქნებოდა თუ არა. ვერკველია, იტრაკი, მანე, ისევ ხორვატი, კარგად მიიწევს წინ, მარცხნივ შეიძლება პასი დაარტყა კოხრეიძე, მაგრამ ეკარე თამაშობს კარგად, სიუკავებმა მოიგერია. ხუდუშაური მარჯვენა ფლანგზე, ნახოთ რას ისდავს ხუდუშაური, 2 წუთია დამატებული შეხვედრის პირველ ნახევარზე, მამუჩაშვილი დაარტყა და მეკარე თამაშობს კარგად. დარტყმა კარი და არის. მოდი ვნახოთ განმეორებით. გამოიტანეს გაგრაც ფეხბურთელმა ხელი არ არის როგორც ჩანს, მსაჯი აგრძელებინებს თამაშს, ზოიძე. კარგი პასი გოცირიძე და მეკარე თამაშობს კარგად. შეეძლო გოცირიძეს აქ გოლის გატანა. კარგი პოზიცია დაარტყა. ესეც კარგი ეპიზოდი იყო, კოხრეიძემ დაარტყა, მეკარემ ითამაშა კარგად. დარტყმა და გადარჩა, რა ბურთი არ გავიდა. არ ვიცი, ეს განმეორებით უნდა ვნახოთ ეს ეპიზოდი, რა მოხდა რეალურად. ძალიან ახლო მანძილიდან უტყავდა გაგნიძე, აი კიდევ ერთხელ. გაგნიძე უნდა დაარტყას, ალბათ დაარტყა და გაიტანა. ყოჩა 55 წუთზე ძალიან კარგად ითამაშა ამ ფეხბურთელმა, რომელიც თქვენს ეკრანზეა და რომელიც ხარობს. ოთარ გაგნიძე გახლავთ ეს ფეხბურთელი. გაგრას მე-7 ნომერი და მიმდინარე სეზონში და საერთოდ გაგრას მაისურით პირველი გოლი. გოლებით არ გამოირჩევა ეს ფეხბურთელი, ნახევარმცველია. მანე არ არის ჯარიმა და კონტრიერიში გაგრას ფეხბურთელების ახლად შემოსულია პაპუაშვილის მუჯირიც, რა თქმა უნდა. ძალა აქვს, თუმცა დაიკარგა ბურთი და ითრაკი და შემდეგ უკვე მამუჩაშვილი ტორპედოს შეტევა გრძელდება. ხუდუშაურიც რუმოძრაობა დაარტყა, მეკარე ადგილზეა. ნადარეიშვილი მარცხნივ აკეთებს გადაცემას, პაპუაშვილი შორეული დარტყმა კლიაიჩი თამაშობს კარგად და კუთხურზე აგდებს. აი ეს უკვე ფეხბურთია და ეს უკვე გაცილებით უკეთესი სანახავია როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის მხრიდან. და მეკარე რა კარგად თამაშობს აქ ამ ეპიზოდში, განმეორებით გჭირდება ამ ეპიზოდის ნახვა. ფაქტია რომ გადარჩა ტორპედო. ჯორჯინიოს კარგი პასი საჯარიმოში და ბასილაძე ხდება გამარჯვების მინიმუმ მეორე გოლის ავტორი. გამარჯვების ცოტა დავიცადოთ. ყოჩა ხალეკო ბასილაძე და ძალიან კარგი პასი აღნიშნო ჯორჯინიოსი. ძალიან კარგი პასი. ალეკო ბასილაძე გატანილი გოლის ავტორი.